თუმცა მათ ედავებიან დანაშაულს, რაც არ ჩაუდენიათ. მარიკა არევაძე გადმოინაცვლებს ახლა აქეთ პროფესიით იურისტი და თავად იტყვის, რომ ჩვენ ვნახეთ ვიდეო მტკიცებულებები, რაზეც სავარაუდოდ ედავებიან დანაშაულს ამ პირებს. რა შეგიძლიათ თქვათ? ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბორდიურებზე, ტროტუარებზე და გორაკებზე აკავებენ მოქალაქეებს. გზა კი იქ საერთოდ არ გადაკეტილა, რასაც ედავებიან ხო დაკავებულებს. რა შეიძლება ითქვას აი იმ სამართლებრივ ნონსენსზე, რასაც თვალს ვადევნებთ ახლა? მოცემულ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ გვაქვს სამართლებრივ პროცესთან კავშირი და ურთიერთობა. სამართლებრივ ნაწილს თუ განვიხილავთ ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ იქ არანაირ დანაშაულს და დანაშაულის შემადგენლობას ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ გზის გადაკეტვაც არ მომხდარა. იქ იყო პოლიციასთან შეთანხმებით, პოლიციის გაცილებით, ასე ვთქვათ, მსვლელობის დაწყება და პოლიციის მიერ გამოყოფილ და მითითებულ ადგილიდან მოხდა დიმას და დანარჩენი ადამიანების გატაცება, ასე ვთქვათ, რასაც მერე დაკავებას და დაჭერას უწოდებენ. შესაბამისად, იქ არანაირ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ მიუთითებს განთავისუფლების დანაშაულის არარსებობის, ანუ შემადგენლობის არარსებობის შესახებ და ეს ხდება მაშინ მათ შორის, როდესაც აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებს ადამიანი და ადამიანთა გარკვეული წრე. მაგრამ უბრუნდები მთავარ საკითხს. ჩვენ აქ არ გვაქვს საქმე სამართლებრივ პროცესთან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი და ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მიერ, რეჟიმის მიერ მართული პროცესი, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადამიანების გაჩუმება, თავისუფალი მედიის გაჩუმება, თავისუფალი მოქალაქეების გაჩუმება და ეს ყველაფერი სჭირდება მას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს უკვე დამკვიდრებული ავტოკრატიული რეჟიმი. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ხალხს და მათ შორის, რა თქმა უნდა, პროდასავლურ პოლიტიკოსებს გვინდა ამ ქვეყნის კურსის შენარჩუნება და გვინდა დემოკრატიის შენარჩუნება ქვეყანაში და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ. მძიმე ეტაპს გავდივართ, მძიმე ფაზაში ვართ შესული, მაგრამ ამ მძიმე ეტაპსაც გადავლახავთ და ერთად აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა მარიკა არევაძეს უსმენთ კოალიცია ცვლილებისთვის წევრს.